გამარჯობა. დღეს ჩემი ვიდეო ბლოგის თემა არის მგლის და ადამიანის ურთიერთობა საქართველოში, პრობლემები, რომელიც ამ ურთიერთობის შედეგად წარმოიშობა. მიზეზი ავტომატურად გადავწყვიტე ამ ბლოგის ჩაწერა, არის, ცხადია იცით თქვენ, არის ის დისკუსია, რომელიც მიმდინარეობს საზოგადოებაში. მგლების დახოცვა არ დახოცვის შესახებ, რომელიც ამდენიმე კვირა დაიწყო და ვიდეო ბლოგის ჩაწერა გადავწყვიტე, იმიტომ რომ ვერ დავინახე ვერც პოლიტიკოსების მხრიდან და ვერც მათი მოწინააღმდეგეების მხრიდან ამ შემთხვევაში იმ რეალური ვითარების აღწერა, რომელიც საქართველოში არის. ანუ რა ხდება ამ მხრივ, ანუ რა ვითარება საქართველოში და რატომ ვფიქრობ, რომ ის პრობლემების გადაჭრა, რომელიც შემოთავაზებულია ან თუნდაც პოლიტიკოსების მხრიდან, ან თუნდაც მათი მოწინააღმდეგეების მხრიდან არ არის ადეკვატური. ეხლა რას ვეყნობი აი ამ ჩემს დასკვნებში, ეს არის 2007-2009 წელს საქართველოში ატარებული კვლევა სყალბეგის რაიონში და გურიაში. თემა იყო სწორედ ეს, შინამეურნეობაზე მგლის თავდასხმების კვლევა. კვლევის შედეგები გამოქვეყნდა შპრინგერის ერთ-ერთ ჟურნალში. ეს როგორც ვიცი, არის საქართველოსთან გამოქვეყნებული ერთ-ერთი კვლევა, რომელიც ეხება მტაცებლების და ადამიანების ურთიერთობას, ანუ ეთნოეკოლოგიას, იმიტომ რომ თავისთავად ეს პრობლემა არის ეთნოეკოლოგიური, იმიტომ რომ ეს არც წმინდა ეკოლოგიური, არც წმინდა სოციალური, ეს აი ამ პრობლემის კვლევა და გადაჭრის გზების ძიება ხდება ამ ორი მეცნიერების გადაკვეთაზე. ეხლა ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის? მე ვფიქრობ, ის არის, რომ როდესაც დღეს ხდება ლაპარაკი მგლის და ადამიანის ურთიერთობაზე საქართველოში, რაღაც ისეთი შთაბეჭდილება იქნება, რომ სადაც კი არის საქონელი და სადაც ადამიანი აძოვებს საქონელს, იქ გელავსულად თავს ესხმის და რაღაც საშინელებას აკეთებს. ეს ასე არ არის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადგილია საქართველოში, სადაც ადამიანს ყავს საქონელი, სადაც ადამიანს ყავს დიდი რაოდენობის საქონელი, მაგრამ გელი მათ არ ესხმის. იმის გამო არა, სხვა შორის, რომ იქ გელი არ არის. სადაც არის ტყეში მგელი და სადაც ადამიანი საქონელს აძოვებს, არის ისეთი ადგილები, სადაც მგელი მგლის თავდასხმა არ ხდება საქონელზე. ეხლა რატომ? ჩვენი კვლევით ჩვენ ვნახეთ, რომ იქ სადაც ტრადიციული მეურნეობის წესი შენარჩუნებულია, ანუ სადაც არის მეცხოველეობის ტრადიციული წესი შენარჩუნებული, იქ გელი ან საერთოდ არ ეწყობს საქონელს, ან მცირედ და არანაირ ისეთ მნიშვნელოვან ზიანს არ აყენებს. ეხლა როგორ ვნახეთ ეს? კვლევისას ესე ერთი შეხედვით პარადოქსულ ფაქტს დავაწყდით, როცა ვნახეთ, რომ რაც უფრო მაღლა მიდიხარ თაში, მით უმეტეს მცირდება მგლის თავდასხმების რაოდენობა საქონელზე და რაც უფრო ქვემოთ ჩამოდიხარ, ან რაც უფრო ტრასისკენ ჩამოდიხარ და რაც უფრო ესეთი ურბანული ან სემიურბანული ზონისკენ ჩამოდიხარ, იქ უფრო მეტია მგლის თავდასხმები. ეხლა რატომ ხდება ეს? იქ სადაც აი სემიურბანულ ზონაში როგორც წესი ტრადიციული გაძღოლა მესაქონლებს დაიწყებული ან რაღაცის გამო, აი ყაზბეგში მაგალითად იმის გამო სათბურები ჰქონდათ და ამ სათბურის პროდუქტს ყიდდნენ. ამის გამო რაღაცა დიდი პერიოდი დაიწყებული იყო ტრადიციული გაძღოლის წესი მესაქონლეობის, ან სხვა რამის გამო, გურიაში მაგალითად ეს მეჩაიეობა იყო ეს პრობლემა. შეიძლება სხვა პრობლემა იყოს, მაგრამ ეს ერთგვარი წესივით არის, რომ სადაც ხალხს დაიწყებული აქვს ტრადიციული მესაქონლეობა და აღდგენისას ის არ აღადგენს ამ ტრადიციული მესაქონლეობის ტრადიციულ წესებს, იქ მგლის თავდასხმები ხდება. შეიძლება რაღაცა პერიოდი მგელი არ იყოს, შეიძლება მერე მოვიდეს, მაგრამ თუ კი ტყეში მგელი ეს აუცილებლად, ესე იგი შეიძლება შევიდეს სოფელშიც ან თავდასხმება საქონელს, თუ კი არ არის ის ტრადიციული წესები, დაცვის ტრადიციული წესები აღდგენილი. ეხლა რა არის ეს დაცვის ტრადიციული წესები? ესე იგი, ეს ძირითადად ეს დაცვის ტრადიციული წესი არის ორი. ერთი რა თქმა უნდა, ყველა მეცნიერ ეს არის დიდი ძაღლი, იმიტომ რომ დიდ ძაღლს არ ეშინია მგლის, ის იწყებს ყეფას, ის იწყებს შეწუხებას, უკვე მგელი გადაწყვეტს, რომ შევიდეს სოფელში და მგელი ამიტომაც ვერ შედის. და თუ კი საქონელს ახლავს, რა თქმა უნდა, დიდ ძაღლები, ესეც არის ძალიან კარგი პრევენციის ზომა. მეორე ზომა, რომელიც ჩვენ ასევე ვნახეთ საქართველოში და ასევე ხშირად იყენებენ, აი სწორედ ის ადგილებში, სადაც არ არის სადაც ტრადიციული მესაქონლეობა შენარჩუნებული, ეს არის ეგრეთ წოდებული ჯოგის შეკვრა, ანუ ეს არის ვითარება, როდესაც ჯოგს ახლავს ხარები ან ბუღები და ეს ბუღები წარმატებით იცავენ აი ამ ჯოგს მტაცებლებისგან. იქ სადაც საქონელი არის გაშვებული, ესე იგი არც ჯოგი არ არის შეკრული, არც მწყემსი ძაღლები არ ახლავს, იქ ხდება კვლავ მეორე, სწორედ იმის გამო, რომ მესაქონლეობამ მნიშვნელობა შეიძინა აი ამ მიკრორეგიონში თუ რეგიონში, მაგრამ არ მოხდა ტრადიციული წესების აღდგენა, იქ კვლავ ხდება
მგლების თავდასხმები. ესე იგი, რა შეიძლება ამ შემთხვევაში იყოს გამოსავალი? ნუ ერთი გამოსავალი შეიძლება იყოს რამ ხალხს უბრალოდ ასწავლო იმისათვის, რომ მგლის თავდასხმები აღარ მოხდეს. ყავდეს დიდი ძაღლები, სახელმწიფო შეუძლია იმ დავუშვათ რაღაცა ჩემთვის სრულად გაუგებარი პროგრამების დაწყების მაგივრად ქართული ნაგაზების გავრცელების პროგრამა დაიწყოს, რაც თითქოს კარგია, იმიტომ რომ ქართული ნაგაზის შენარჩუნება შეუწყობს ხელს და მეორეც ყველანაირად სასარგებლოა, ნუ საერთოდ შინაური ძაღლის სახლში ძაღლის ყველა სასარგებლოა და პლუს მით უმეტეს თუ კი ის შეასრულებს აფრით ფუნქციას. მეორე, უბრალოდ სემინარების ჩატარება მოსახლეობისათვის, სადაც მგლის თავდასხმები არის, უბრალოდ ასწავლონ მათ ეს ტრადიციული მეურნეობა, კონკრეტულად ასწავლონ როგორ უნდა ჯოგის შეკრა. ეს მე ვფიქრობ ამ შემთხვევაში პრობლემას გადაჭრის. აი მაგალითად, როდესაც მე უკვე შემდეგ როსაკვლევას ვატარებდი უკვე სვანეთში, ამ კვლევის მერე უკვე 2014-ში თუ არ მეშლება, იქაც გავსი სიტუაცია ვნახე, იქ ნახე რომ სვანეთში პრინციპში მგელი არ აწუხებს მოსახლეობას, თუ მგელი ან დათვი ესხმის თავს საქონელს, ესეც ყო იმ შემთხვევაში, თუ კი მოსახლეობა წამოიყვანს ხარებს ჯოგიდან, ნუ ეს ხდება ხმათესვის დროს და აი მაშინ რჩება ხოლმე საქონელი ხარების garaშე, აი ამ შემთხვევაში ხდება თავდასხმები, სხვა შემთხვევაში არა. ანუ ვითარება ამ შემთხვევაში როგორია? პირველი არის ის, რომ ყველგან, სადაც მოსახლეობა საქონელი ყავს, მგლის თავდასხმები ახდება, სადაც ხდება მგლის თავდასხმები, ეს თავდასხმები არის იმის გამო, რომ მოსახლეობას არ აქვს ტრადიციული წესები აღდგენილი ან შენარჩუნებული და ამისი პრევენცია შესაძლებელია ადვილად არის შესაძლებელი და უშუალოდ არა სრულად უტოპიური და მე ვფიქრობ კორუფციული პროგრამების დაწყებით, როგორც არის რაღაცა მგლების ამოღების პროგრამა და შემდეგ, არამედ დაწყება იმითი და გამეორება იმ სწორი პრაქტიკის, რომელიც არის საქართველოს მთაში, იქ სადაც მეცხოველეობის ტრადიციული წესი არ არის გაწყვეტილი. ანუ დიდი ძაღლების ყოლა ერთი და ჯოგებად შეკრა საქონლის ორი. მადლობა.